ერთია ის, რასაც ვხედავთ და მეორე, რაც ჩვენი თვალთახედვის მიღმა ხდება. ბოლოს და ბოლოს ხომ ყველამ ვიცით. არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდეს. ვერ გეტყვით ბოლო დროის ყველაზე ბინძური საქმის მთავარი გმირი ჯეფრი ეპშტეინი ფიქრობდა თუ არა, რომ მისი რეალური სახე გამოაშკარავდებოდა, თუმცა დღეს ყველაფერი ზედაპირზეა. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ეპშტეინთან დაკავშირებით არსებობს, როგორ ახერხებდა ის ამდენ გავლენიან ადამიანთან დაახლოებას და თან ისეთ დაახლოებას, რომ ეს ხალხი ლამის თვალდახუჭული ენდობოდა. აი აქ ჩნდება ამბის მეორე პერსონაჟი, ეპშტეინის ბინძური იმპერიის მთავარი არქიტექტორი. გამარჯობა. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის თემა უშუალოდ ჯეფრი ეპშტეინი არ არის. დღეს მოგიყვებით ქალზე, რომელმაც მთელი ეს დანაშაულებრივი სქემა შექმნა. გოგონების შერჩევით დაწყებული, მათი რეკრუტირებით და ტრეფიკინგით დამთავრებული. ბრიტანული და ამერიკული მაღალი საზოგადოების წევრი. ქალი, რომელიც ჯეფრისთვის უბრალოდ ყველაფერს აკეთებდა. მაშასე, ვინ იყო გილენ მაქსველი, მეცახელად პოლკოვნიკი. ებრაული წარმომავლობის მაქსველების ოჯახში 1961 წლის 25 დეკემბერს გოგონა გილენი დაიბადა. 3 დღის შემდეგ მანქანა, რომელშიც მისი 15 წლის ძმა მაიკლი მყოფებოდა, ოქსფორდშირის ნისლიან გზაზე სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მას სიცოცხლის დარჩენილი 7 წელი კომაში გაატარა. გილენი 9 და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი იყო. და ახლა გეტყვით ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. გილენ მაქსველი გავლენიანი მედია მაგნატის რობერტ მაქსველის შვილი იყო. უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, როგორ გავლენიან ადამიანზე გესაუბრებით, გეტყვით, რომ როდესაც გარდაიცვალა, რობერტ მაქსველი ისრაელში სახელმწიფო პატივით დაკრძალეს, ხოლო მისი დაკრძალვის ცერემონიას ისრაელის სამთავრობო ელიტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა სანამ ის შესახებ უფრო დეტალურად გესაუბრებოდეთ და მოგიყვებოდეთ მისი გარდაცვალების უჩვეულო და დღემდე იდუმალებით მოცულ გარემოებებზე, მანამდე დავუბრუნდეთ ჩვენი ეპიზოდის მთავარ გმირს გილენ მაქსველს. მართალია გოგონა სიმდიდრეში იზრდებოდა, მაგრამ მშობლებისგან ემოციური მზრუნველობა აკლდა. დედამისი ბეტი მოგვიანებით თავის მემუარებში წერდა, რომ ავარიის შემდეგ განადგურებულმა მშობლებმა გილენს თითქმის აღარ მიხედეს. ბეტი იხსენებს, რომ ერთ დღესაც 3 წლის გილენი მის წინ დადგა და უთხრა: დედა, მე ვარსებობ. ამ მომენტიდან ორივე მშობელი საპირისპირო უკიდურესობაში გადავიდა და უმცროსი შვილის მიმართ ზღვარს გადასული მზრუნველობის გამოხატვა დაიწყეს. მამამ რისხანი ადამიანი იყო, თუმცა არა გილენისთვის. გოგონა მისი ფავორიტი შვილი გახდა, რომელსაც მუდამ ანებივრებდა. ის დიდ ბრიტანეთში გაიზარდა, ცხოვრობდა იტალიური სტილის სასახლეში, ოქსფორდის ხედით. ბავშვობაში ამ სასახლეში მუდმივად მდიდრული წვეულებები იმართებოდა, რომლებსაც პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გილენ მაქსველის მამა მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ღარიბულ ებრაულ დასახლებაში გაიზარდა. მისი ოჯახის წევრების დიდი ნაწილი ჰოლოკოსტის დროს მოკლეს. თვითონ დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სიმდიდრე მოიხვეჭა, მედია მაგნატი გახდა, ლეიბორისტული პარტიის წევრი და პარლამენტის წევრი იყო. მის მფლობელობაში იყო ყველაზე გაყიდვადი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror. ამბობენ, რომ მამა შვილებს დრაკონული წესებით ზრდიდა. მათზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდა. შთამომავლებს მაგიდასთან დასვამდა და გეოპოლიტიკაზე, ან მომავლის გეგმებზე ეკითხებოდა. ცრემლებამდე მიჰყავდა, თუ მათ პასუხებს არადამაკმაყოფილებლად ჩათვლიდა. ის ქამრით გვცემდა. გოგოებსაც და ბიჭებსაც იხსენებდა რობერტის ერთ-ერთი შვილი. გილენის ზოგიერთი და-ძმა მამას აუჯანყდებოდა ხოლმე, თუმცა გილენი ყოველთვის ცდილობდა მის სიამოვნებას. ცდილობდა დამჯერი შვილი ყოფილიყო. 2000 წელს თქვა, რომ მამამისი შთამაგონებელი მშობელი იყო. უფროსმა მაქსველმა მოგვიანებით თავის პირად იახტას ლედი გილენი დაარქვა. სწორედ ამ იახტის გემბანიდან გაუჩინარდა ის წლების შემდეგ. რობერტი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა უმცროს ქალიშვილზე. წარმოიდგინეთ, მას ჰქონდა ამბიცია, რომ გილენი ჯონ კენედი
უმცროსზე გაეთხოვებინა. ბოგონამ ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო განათლება, სადაც ისტორიასა და უცხო ენებს ეუფლებოდა. ჩემთვის ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტობისას ნათელი იყო, რომ მას ძალაუფლება და ფული აინტერესებდა. წვეულებებზე ის ერთ-ერთ იმ ადამიანთაგანი იყო, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგესალმებოდნენ, თუ აღმოაჩენდნენ, რომ გავლენიანი ხარ. ამბობს მწერალი ანა პასტერნაკი, რომელიც იმავე სოციალურ წრეში ტრიალებდა, სადაც გილენ მაქსველი. როდესაც ოქსფორდი დაამთავრა, მამამ საფეხბურთო კლუბის ოქსფორდ იუნაიტედის დირექტორად დანიშნა. მაქსველები ამ კლუბის მფლობელები იყვნენ. ასევე დააარსა საკუთარი კომპანია კორპორატიული საჩუქრების. ბრიტანული ყვითელი პრესა მას ბიზნესმენად არ მოიხსენიებდა. არამედ უწოდებდნენ ქალს, რომელიც ცნობილია თავისი სოციალური კავშირებით, წვეულებებით და გლამურული ცხოვრების წესით. ნახეთ, როგორ ცდილობდა გილენ მაქსველი ადრეულ წლებშივე მაღალ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და გავლენიანი კავშირების მოპოვებას. ახალგაზრდა გილენმა დააარსა კერძო კლუბი, რომელიც ექსკლუზიურად ქალებისთვის იყო შექმნილი. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ კლუბის მიზანი ფემინისტური საქმიანობა და ქალების მხარდაჭერა არ ყოფილა. რეალურად გილენ მაქსველს სურდა ამ კლუბის საშუალებით გავლენიანი ქალები თავის გარშემო შემოეკრიბა და მათი საშუალებით გავლენიან მამაკაცებთან ჰქონოდა კავშირი. დიდი ბრიტანეთის მაღალ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების დროც დადგა. 1991 წელს რობერტ მაქსველმა ნიუ-იორკ დეილი ნიუსი შეიძინა, თავის წარმომადგენლად კი ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ გილენი გაგზავნა. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა მანჰეტენის მაღალი საზოგადოების სოციალურ სცენაზე. მაგრამ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მოელოდა. იმავე წლის ნოემბერში მისი სამყარო თავდაყირად ადგა. მოულოდნელად მამამისი კანარის კუნძულებიდან ლედი გილენის გემბანიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით კი მისი ცხედარი ზღვაში იპოვეს. მამა მისთვის ყველაფერი იყო და ქალის სასოწარკვეთილება მოიცვა. ცხოვრება კი უფრო რთულდებოდა. გაირკვა, რომ რობერტ მაქსველმა მირორ გრუპის 440 მილიონიანი ფუნტის ოდენობის ფონდი გაძარცვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობისთვის მამამისის დანაშაული აშკარა იყო, გილენ მაქსველი აგრძელებდა მის დაცვას. ის არ იყო თაღლითი, განუცხადა გილენმა Vanity Fairs. მას სჯეროდა, რომ მამამისი მოკლეს. ამ ყველაფრის ფონზე გილენ მაქსველის ცხოვრება შეიცვალა. ის ვეღარ ცხოვრობდა ჩვეული ფუფუნებით და სიმდიდრით და მალე მის გვერდით ჯეფრი ეპშტეინი ჩნდება. იმ დროისთვის ყველასთვის უცნობი ფინანსისტი ბევრი ფულით. ჯეფრისთან გამოჩენის შემდეგ გილენი უკვე ცხოვრობს მდიდრულ სასახლეში. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ფაქტობრივად გაკოტრებული იყო. ეს ეჭვებს ბადებდა. წლების შემდეგ ეპშტეინის საქმის პროკურორები ამბობენ, რომ ჯეფრი გილენის მდიდრულ ცხოვრებას სრულად უზრუნველყოფდა. გილენ მაქსველის ურთიერთობა ჯეფრი ეპშტეინთან ორმხრივად სასარგებლო იყო. გილენი მას აცნობდა მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს, გავლენიან მეგობრებს, თავის მხრივ კი ჯეფრი უზრუნველყოფდა მაქსველის მდიდრულ ცხოვრებას, რასაც ასე ძალიან იყო შეჩვეული ბავშვობიდან. ჯეფრისთვის და გილენისთვის თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ზედაპირზე ჩანდა ერთმანეთზე შეყვარებული წყვილი მანჰეტენიდან. ისინი ეწეოდნენ გველმოქმედებას, დადიოდნენ მდიდრულ წვეულებებზე, ყავდათ მდიდარი, გავლენიანი და ცნობილი მეგობრები, მაგრამ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა ყველასთვის შეუმჩნეველი რჩებოდა და დადგა 2005 წელიც. 14 წლის გოგონას მშობლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ეპშტეინი მათ ქალიშვილს სექსუალურ ურთიერთობას აძალებდა. ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ ჯეფრი დააკავეს და 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მალევე საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ მის წინააღმდეგ ბრალდებები თოვლის გუნდასავით იზრდებოდა. ბრალს სდებდნენ ტრეფიკინგის ფართო ქსელის მართვაში. 2018 წელს ეპშტეინი კვლავ დააკავეს და ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ ციხის საკანში გარდაიცვალა. სამართალდამცველების ყურადღება კი მაქსველზე გადავიდა. 2021 წლის დეკემბერში ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავეცნეს 6-დან 5 ბრალდებაში. მათ შორის ყველაზე მძიმე ბრალდებაში, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეხებოდა. მას 20 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 2003 წელს ჯეფრიმ გილენ მაქსველის საუკეთესო მეგობრად მოიხსენია. ჟურნალისტი ვიკი უორდი ამბობს, რომ ჯეფრის ცხოვრება ფაქტობრივად ამ ქალის მიერ იყო ორგანიზებული. ჯეფრი ეპშტეინის ყოფილი თანამშრომელი გილენ მაქსველს ასე აღწერს: ქალი, რომელიც პერსონალს აკონტროლებდა,
ფინანსებს აკონტროლებდა და ერთგვარ სოციალურ კოორდინატორად მუშაობდა. რა თქმა უნდა, ჯეფრისთვის. მან კარგად იცოდა, როგორ დაეკმაყოფილებინა კაპრიზული მამის მოთხოვნები და ამ უნარებს ჯეფრისთან ურთიერთობაშიც შესანიშნავად იყენებდა. გამოძიების თანახმად, გილენ მაქსველი ეპშტეინისთვის ეძებდა მსხვერპლს. მათ უახლოვდებოდა, განსაკუთრებით არჩევდა ისეთებს, რომლებსაც ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები, მათ შორის ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. ძირითადად გავლენიანი ბიზნესმენებისთვის მასაჟის გამკეთებლად დაქირავებას თავაზობდა ანაზღაურების სანაცვლოდ. მაქსველს გოგონები ეპშტეინის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა ობიექტზე გადაჰყავდა პირადი თვითმფრინავით, რომლებსაც ხშირად ლოლიტა ექსპრესს უწოდებენ. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობდა გილენ მაქსველის ტრეფიკინგის სქემა. მაქსველი მსხვერპლებს პირდებოდა სამოდელო კარიერას, შოუ-ბიზნესის სამყაროში დამკვიდრებაში ხელშეწყობას, სწავლის საფასურის გადახდას, ფინანსურ უზრუნველყოფას, მათ შორის ფინანსურ უზრუნველყოფას მთელი ოჯახისთვის, შესაძლებლობებისთვის ფანჯრის გახსნას, მოკლედ უზრუნველ ცხოვრებას. გოგონებს თავს გამორჩეულად აგრძნობინებდა. ჩუქნიდა საჩუქრებს, ხოლო ჯეფრი ეპშტეინს ისე წარმოაჩენდა, თითქოს მესია იყო, რომელსაც ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეეძლო. გოგონების უმეტესობა თავდაპირველად მასაჟისტად აჰყავდა, თუმცა ყველა მათგანი შემდეგ ტრეფიკინგში აღმოჩნდა ჩართული. მაქსველი და ეპშტეინი მსხვერპლებს ფულს უხდიდნენ მეგობრების სხვა გოგონების მიყვანაში და ამ საქმეში ჩართვაში. ამით კი ქმნიდნენ ეგრეთ წოდებული პირამიდის, ობობას ქსელის ტიპის სისტემას. ქსელი სარგებლობდა ისეთი გავლენიანი პირების მხარდაჭერით, როგორიც იყო მილიარდერი ლესლი ვექსნერი და ბანკირი ჯეს სტეილი. საბოლოოდ კი ეპშტეინი ხელშეუხებელი რჩებოდა. ახლა კი ჩვენი ეპიზოდის კიდევ უფრო საინტერესო ნაწილზე გადავდივართ. არსებობს მეტნაკლებად მყარი არგუმენტები მის თაობაზე, რომ მაქსველი და ეპშტეინი ისრაელის დაზვერვასთან, მოსადთან თანამშრომლობდნენ და მოსადის ოპერაციის ფარგლებში მოქმედებდნენ. სანამ ამ თემას უფრო მეტად გავშლიდე, ჯერ გეტყვით, რომ დამტკიცებული არაფერია და ეს არის მხოლოდ თეორია. ასევე უნდა ვთქვათ, რომ არსებობს თეორიები ჯეფრი ეპშტეინის როგორც FSB-ს აგენტის, როგორც CIA-ის აგენტის შესახებ, თუმცა უფრო მეტი წყარო საუბრობს ეპშტეინზე როგორც მოსადის აგენტზე და სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე, რომ ამ ეპიზოდში უფრო მეტი მესაუბრა ეპშტეინზე როგორც მოსადის აგენტზე, მესაუბრა იმ არგუმენტებზე, რომელიც მიუთითებს ირიბად მაინც, რომ ეპშტეინი ისრაელის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა. ყოფილი ფედერალური პროკურორი ალექსანდრე აკოსტა ამბობს, რომ როდესაც 2008 წელს ეპშტეინს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, მას უთხრეს, რომ ეპშტეინი დაზვერვას ეკუთვნოდა და მისი საქმისთვის თავი უნდა დაენებებინა. ისრაელის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი არი ბენ მენაში ამბობს, რომ ეპშტეინი და გილენ მაქსველი მართავდნენ მოსადის ოპერაციას, რომლის მიზანიც გლობალური ელიტის წარმომადგენლების სექსუალური თემებით კომპრომიტირება და შანტაჟი იყო ისრაელის სასარგებლოდ. ეპშტეინის სახლი აღჭურვილი იყო ფარული კამერებით, რომლებიც იწერდნენ გავლენიან პირებს მაკომპრომიტირებელ სიტუაციებში. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით ეპშტეინი ჯაშუშად გაიწრთნა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ბარაკის მეთვალყურეობით. აღწერილია ათობით შემთხვევა, როცა ბარაკი ეპშტეინს სტუმრობდა. მათ ერთობლივად დააფუძნეს ტექნოლოგიური ფირმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო ისრაელის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლებით. გარდა ამისა, გილენ მაქსველის მამა მოხსენიებულია როგორც ისრაელის ჯაშუში და მოსადის აგენტი. როდესაც გარდაიცვალა, რობერტ მაქსველი ისრაელში სახელმწიფო პატივით დაკრძალეს სამთავრობო ელიტის თანდასწრებით. მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, რომელსაც ეპშტეინთან დაკავშირებული პირები და ეჰუდ ბარაკი იყენებდნენ, უსაფრთხოების სისტემა ისრაელის ხელისუფლების ზედამხედველობით დამონტაჟდა. ბენ მენაშე ეპშტეინს ასევე აკავშირებდა ისრაელის იარაღის უკანონო ვაჭრობასთან. ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ჯეფრი ისრაელისთვის მუშაობდა. წყაროების მიხედვით ეპშტეინის მთელი ქსელი მოქმედებდა როგორც სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, რომელიც იყენებდა სექსუალურ ექსპლუატაციას გეოპოლიტიკური კონტროლისთვის და ინფორმაციის მოსაპოვებლად. ობიექტურად რომ ვთქვათ, ის საინტერესო პერსონა იყო დაზვერვისთვის, თუმცა როგორც აღნიშნე, დამტკიცებული არაფერია. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ ის, რასაც ეპშტეინი აკეთებდა, მოსადის ოპერაციის ნაწილი ყოფილიყო?
თუ მოგეწონათ ეპიზოდი, დამიწერეთ კომენტარებში, გამოხატეთ რეაქცია არხის განვითარებისთვის და მით უმეტეს ამ ეტაპზე, როცა არხი ახალია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა რომ მიყურეთ და კიდევ უფრო დიდი მადლობა თუ ბოლომდე მიყურეთ. დროებით.